გამარჯობა ბატონ ლევან. გამარჯობა. კარგად, მადლობა. თავად შესაბამისად. უკეთესათაც ესეთი შეიძლება მოვიგონე პასუხი შესაბამისად. კარგი ის არის აქვე. ნამდვილად ეგრეა ვექი. ამ სიტუაციაში ყველას რაღაც სხვადასხვა პასუხი მასკნა რა ქვია, შეიმუშავა რა. რასაც უყურებ და სხვათა შორის ძალიან ასახავს ხოლმე რაღაც წინასწარ განწყობას. ზოგი ამბობს რომ რა ვიცი უკეთესათაც ყოფილვარ, რა ვიცი როგორ ვიქნები, როგორც ქვეყანა და ასე შეხედა. რა შედარება, ხო, და ასე შეგვიძლია პასუხები. ზოგმა იცის, აი ვინც უფრო ესე სიტუაციას ცდილობს რომ ნეიტრალურად შეაფასოს, მოდი ესე ვიტყოდი, როგორ ახარო ჭკვიანად ეს პასუხი ყველაზე ესეთია, რა ქვია. ყველაზე მეტად ეგ პასუხი მაოცებს ხოლმე დასრული ადამიანები, რომ აი ეს. ბატონ ლევან, საუბარი მინდა რითი დავიწყოთ, იცით? მე უყურე თელარასთან იყავი სტუმრად რამდენიმე თვის წინ, მაშინ საქმე ეხებოდა სული კანონის თემას და მიიღებას და მაშინ დაიწყეთ ინტერვიუ ასე რომ მე ერთი სიტყვით შევაფასებდი მდგომარეობასო, არის სავალალო. და დღეს როგორ შეაფასებთ ვითარებას? ეს სიტყვა ყოფნის თუ სხვა სიტყვა მოძებნეთ რა? ხო, დღეს იმდენად რთული სიტუაცია, მე ესე შევაფასებდი რომ ერთი სიტყვით მეტაფორულად გამიჭირდება რომ შევაფასო, თუმცა ვიტყვი ერთს რომ ეხლა ესე შევაფასებ, რომ სხვისი ხელი შემყურევართ ეხლა. აი ესე ერთი ფრაზით ესე შევაფასებდი და რას გულისხმობს სხვის იმედად ვართ, მოდი ესე ვიტყოდი. ანუ მთლიანად ქვეყანაზე ვიტყოდი, რომ ყველა ვართ რაღაც სხვის იმედად. ანუ რას გულისხმობ ვიტყვი, რომ იქნება ეს ხელისუფლება, იქნება ეს ოპოზიცია, იქნება ეს აქტიურად პროტესტის გამომხატველი ადამიანები, თუ ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება ამ ყველაფერს ხარს უჭერენ, მაგრამ სახლში არიან, ჯერჯერობით არ გამოსულან ქუჩაში. არ აქვს მნიშვნელობა რომელ კატეგორიაზე, ყველა ელოდება ტრამპის ინაუგურაციას. აი საოცარი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ყველა ამბობს რომ აი ტრამპი 20 იანვარს რომ ტრამპი რომ მოკლედ შევა კაბინეტში, მოკლედ მერე გეგონება ეხლა ტრამპი აი მეზე არაფერზე არ ფიქრობს ეხლა რომ აი ეხლა 20 იანვარს რომ შევა პირველი რაზე დაიწყებს ფიქრს ეს იქნება საქართველოში აბა რა ხდება მაგას მოიკითხავს პირველს. ანუ ეს არის რეალურად ალბათ ყველაზე ცუდი ქვეყნისთვის. დღეს ოპოზიციას, პოზიციას, მოსახლეობას გაყოფილად 2-3, არ ვიცი რამდენადაც გინდა დავარქვათ, არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩვენ თვითონ რაღაც პლატფორმები გამოვნახოთ, სადაც დავიწყებთ საუბარს და ჩვენ თვითონ შევეცდებით მივიდეთ საერთო ნიშნულამდე. აი ეს არის ყველაზე ცუდი. რა არის ეს საერთო ნიშნული და რა პლატფორმაზე შეიძლება საუბარი, იმიტომ რომ იყო რაღაც ცდილობები, ხო, რამდენიმე დღის წინ იყო შეხვედრა ბიზნესმენებთან, რომელიც პრემიერმა მოაწყო, მაგრამ ანუ რეალურად რაღაც შედეგი რა შეიძლება დაიგოს? ან რა შეიძლება იყოს ის შედეგი, რომელიც ორივე მხარეს, ამ შემთხვევაში ორი მხარე ავიღოთ, ხო, თქვა ხელისუფლებას, ადამიანებს, ვინც ქუჩაში არიან და პროტესტს გამოთქვამენ და აკმაყოფილებენ. ხო, პირველი შედეგი დგება ხოლმე მას შემდეგ, შედეგის მისვლამდე არის რაღაც პროცესი, ხო, ყველაფერში ესეა. აი ცხოვრებაში საღი აზრით რომ მიაზროვნოთ ბიზნესი იქნება ცხოვრება პოლიტიკად, რაღაც პროცესი უნდა იყოს. პროცესის დასაწყისი პირველი ყველაზე მთავარია რაღაც აღიარება. ანუ ჯერ რაღაც დიაგნოზე უნდა შევჯერდეთ, ხო? ეხლა პირველი განათლებით რახან ექიმი ვარ, მოყოლებული მახსოვს უბრალოდ ძალიან კარგად, რომ სამი ის არის, ხო, ანუ ჯერ ანამნეზი უნდა შეაგროვო, ანუ რა სიტუაციის ანალიზი, მერე დიაგნოზი დასვა და მერე უნდა ასე ვთქვათ, მკურნალობის გზა, ხო, ეს მარტივად რო ვთქვათ, ესეა. ანუ უნდა შევჯერ რაღაცა, უნდა ვაღიარო, ჯერ უნდა ვაღიაროთ, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს. და გვაქვს ყველაზე აი დასაწყისშივე არის ძალიან დიდი ყველაზე მთავარი პრობლემა დასაწყის ეტაპზე, ანუ ხელისუფლება არ აღიარებს რომ პრობლემაა, პირიქით ამას რომ ყველაფერი კარგად არის, ძალიან ცუდია რომ ის ბიზნესი ყველაზე ვერ ვიტყვი იქ რამოდენიმე გამონათება იყო ნამდვილად პასუხებში, მაგრამ უმრავლესობამ იქ მისულების მე დავინახე კონიუნქტურული ბიზნესი დავინახე რა, რომელიც რეალურად არ წარმოადგენს რაღაცას ბიზნეს ელიტას ან ბიზნესის ადამიანებს, რომლებსაც გაწვინობიერებული აქვს
აქვთ, რომ საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობის გარდა რაღაც სოციუმის ნაწილი არიან და ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ის შეფასებები, რომ კი ყველაფერი კარგად არის და რაღაც ანუ ისინიც ესე მათაც ესე ჩათვალეს. ეს ბიზნესი ხო ამ სოციუმში მოქმედებს, ანუ ყიდველიც ეს სოციუმია, ასე ვთქვათ, სამომხმარებლო ბაზარი აქ აქვთ რეალურად იმ ბიზნესებს და ეს აცდენა ძალიან დრამატულ სურათს ქმნის მომავალში. ადამიანები უყურებენ, ხედავენ, რომ ეგრეთ წოდებული ასე მსხვილი ბიზნესი დავარქვათ ესე წარმომადგენლები, რომლებსაც წესით თვითკმარზე მეტი არიან და ადამიანებს აქვთ განცდა, რომ ეს ადამიანები ძლიერი ადამიანები არიან, ხო, რაღაც დოზით მიაღწიეს წარმატებას და მატერიალური თვალსაზრისით რაღაც დოვლათი შექმნეს თავის საკუთარი ბიზნესისთვის, თავისთვის და ნუ რაღაც მოსახლეობისთვისაც, ხო, რაღაც გარკვეული დოზით და ამის მაგერად რას ხედავთ ჩვენ ხედავთ იმას რომ რეალურად კიდევ ერთხელ ვამბობ ხა ყველაზე არ ვამბობ მაგრამ ეს არ არის ბიზნესი ესეთი გაგებით ესენი არიან ვიტყოდი ესე ჩვენ რაც იქ ვნახეთ ხელისუფლებასთან ერთად შეცვლილი აი ხელისუფლებასთან ერთად რომ მიდიან აი ხელისუფლება რო წავა ეს ბიზნესმენებიც აღარ იქნებიან მოდი ესე თქვა ბიზნესმენო ბიზნესი ხო რა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენ ბაზარზე ხარ რაღაცას თავაზობ ესენი არიან კონიუნქტურას მორგებული ადამიანები რომლებიც ჩვენი რესურსის სახელმწიფო რესურსის ხარჯზე ან ერთლარად იღებენ რაღაც კარგ პირობებს ან აწარმოეს საქართველოს ან რაიმე სხვა სახელმწიფო პროგრამები და ან იგებენ ძალიან დიდ ტენდერებს მოდი ჩვენი რესურსის ხარჯზე რაღაც დოზის გარიგების ხარჯზე არიან საკმაოდ წარმატებულები ფინანსურად დროის იმოკლე მომენტში. იმიტომაც არა აქვთ მათ განცდა და იმიტომაც მათ არა აქვთ. მოდი ეს ვთქვათ, ანგარიშვალდებულების გრძნობა ადამიანების და მოსახლეობის წინაშე. იქ მიდიან შეხვედრაზე, იმიტომ რომ დაუძახეს, დააფიქსირეს აზრი, რომ ყველაფერი კარგად არის და მთავარია რომ იქ რაღაც იყო, რომ აი თურმე პოლიტიკურ მესიჯებს იმეორებენ. ხო, აი ომი არ არის და უკრაინასავით არა ვართ და ამიტომ ვართ, იმას რა ქვია, ყველაფერი არის კარგად. ხო, ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ და ეს რატომ? იმიტომ რომ მოლოდინი აქვს, რომ ალბათ კიდევ რაღაცა წყაროდან რაღაც დაფინანსება უნდა მიიღონ, ან რაღაც შეღავათიანი პირობები უნდა მიიღონ და ეს არ არის ბიზნესი. მე ვიტყვი ესე, ბიზნესმენი არის მაგალითად არ ვიცი, რა ვიცი, ილონ მასკი ან არის სიტყვაზე ვთქვათ, რა ვიცი, ჯეფ ბეზოსი ხო, ისინი არ ვიცი, იყო მაგალითად Apple-ის მთელი გუნდი ხო, ისინი რაზე ფიქრობენ, ისინი შეულობენ ფულს იმითი რომ შენ მოქალაქე იყო ადამიანი იყოს კმაყოფილი რაღაც ისეთი სერვისი შექმნა და იმ შეკრებილებიდან რომელიმე მითხარით აბა ხა კიდევ ერთხელ ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ ვინც ამ ფიქრით არის, ამ ფიქრით ვინც იშოვა ფული. ანუ ეს არის სწორედ ის განცდა და მე დავინახე ერთი რამ, რომ აი როგორც პოლიტიკურ სისტემებში აზროვნება, აი მათ შორის საბჭოურ აზროვნებას დავარქმევდი ესე რა. აი ახალგაზრდა და არ არის აუცილებლად ასაკით ახალგაზრდა საუბრობ, ანუ საქართველოში უკვე ენტერპრენუერები ადამიანები ჩდებიან, რომელიც სხვაგვარად აზროვნებენ და სხვა ბიზნეს ასე ვთქვათ აზროვნება აქვს და არიან ადამიანები სამწუხაროდ კაპიტალი მათ ხელში არის დიდწილად მოქცეული, რომლებიც საქმე დავალაგოს პრინციპით არიან. აი ეს არის ძალიან ცუდი, როდესაც შენ პოლიტიკური ელიტაც ისეთი ყავს, რომელსაც ქვეყნის განვითარებაზე, ზრუნვაზე ნაკლებად ნერვიულობს და საკუთარ კეთილდღეობაზეა მორგებული ბიზნეს ელიტა, არ ვიცი შეიძლება დავარქვათ თუ არა ახლა ესეთ ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ რა ვიცი ძალიან როგორ გითხრათ, ძალიან ცუდ განცდას იწვევს ეს მერე ადამიანებში უყურებ და ადამიანები როგორ პატარავდებიან. აი მე ამას ვეძახი ბჭყალებს შეურაცხყოფით არ ვარ. აი ადამიანები პატარა რაღაც ისეთი ადამიანი სხვაგან რო დაინახო ალბათ რაღაცა იტყვი რომ რაღაცა ისეთი ადამიანი ელაპარაკებს იმაზე რომ ქვეყანა და როგორ და ესე და დაგიჯდება ფილოსოფიურად გელაპარაკება რაღაც ღირებულებებზე გელაპარაკება და მე უცებ პატარავდებიან აი იქ რო ხდებიან ხოლმე იმ ველში ხო უცებ იცვლებიან ესეც საოცარი ტრანსფორმაცია არ ვიცი რასთან არის დაკავშირებული გასაგებია რომ ფინანსური ვალდებულებები და მატერიალური მხარე მნიშვნელოვანია, მაგრამ ესე დაპატარავებაც ალბათ არ შეიძლება.